დღეს დილიდან ვეტერანთა დეპარტამენტში ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ გია ბარამიძის განცხადებას, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები აფხაზ და რუს ტყვეებს ხვეწდნენ. ტყვის დახვრეტა განსაკუთრებით მძიმე სამხედრო დანაშაულია და საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის ამ ფაქტის დაბრალებას პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს, აცხადებენ ვეტერანთა დეპარტამენტში. შეკრებილები საჩივარს ამზადებენ, რომლითაც პროკურატურას მიმართავენ და აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით ბარამიძის პასუხისმგებლობას მოითხოვენ. ასოციაციის პოს გამოყვანილი ტყვეები, თუნდაც დავასახელებ სახელდაგვარებს, ვინც გამოვიყვანე და როგორ შეიძლება ვინმოვცა და ტყვეებს თუ არ მივცოდით იქეთ ჩვენს კიდე ტყვეებს. ეს არის საქართველოს მეუღლების შეურაცხყოფა, რაც მათქვა და მას მოუწოდებდი, რომ გამოვიდეს და ხალხში თქვას, მოიხადოს ბოდიში, რომ წამოვსაო, თუ არ იწყოს, მაშინ დავალება აქვს. რუსებიდან მეომრები, რომლებიც დესანტ შეიკრიბნენ, ისინი სხვადასხვა შენაერთებს წარმოადგენენ. მოითხოვენ, რომ გია ბარამიძემ მოიხადოს ბოდიში იმ ძალიან მძიმე განცხადებისათვის, ფაქტობრივად ბრალდებისათვის. გამოიყვანა რა ეს დამსახურებული ადამიანები დამხრეტებად, რომლებიც ტყვეებს თურმე არ იყვანდნენ ცოცხლად და ხრედდნენ. და ამ კონტექსტში ახსენა სრულიად გამოუგნებლად რუსული დისციპლინა, რაღაც აღმატებით ხარისხში. და მეორე დაარსებითი თუ კი მისიას განცხადება შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, წაქეზებისაკენ მოწოდება, რომ ამას სამართლებრივი შეფასება მისცეს შესაბამისმა ორგანოებმა. ეს არის ერთსულოვანი აზრი. პასუხი უნდა მოვითხოვოთ. ეს არის საერთო შეურაცხყოფა არა მარტო თითეული ვეტერანის, არამედ ბოროტი მცდელობა ანტისახელმწიფოებრივი ქმედების განხორციელების. ჩვენ რა თქმა უნდა ვთხოვეთ თითოეულ მათგანს, რომ ემოციას გასავალი არ მისცეს, არამედ სახელმწიფომ მიიღოს კონკრეტული რეაგირება იმ განაცხადის საფუძველზე, რომელიც მათ ხელმოწერებით შეაგროვეს და მოგვცეს. ჩვენ ვართ უკვე ვალდებულები, რომ საქართველოს პროკურატურას მივმართოთ ხოვნით, რომ ჭეშმარიტების დადგენაში გავგვარკვიოთ.